როგორც მშობელს ძალიან კარგად მესმის თუ რამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული დღევანდელ საქართველოში ბავშვების გაჩენა და მათი აღზრდა. მძიმე ეკონომიკური და ფინანსური პირობების გამო უამრავი ოჯახი იძულებულია ერთდროულად რამდენიმე სამსახურში დღე და ღამე იმუშაოს. ძიძის აყვანა კი ყველას ნამდვილად არ შეუძლია. ელემენტარული ბავშვის გამოკვებაც კი ბევრი ოჯახისთვის სერიოზული გამოწვევაა. სწორედ ეს ორი ფაქტორი არის ის ძირითადი მიზეზი, რატომაც ჩვენს ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიული პრობლემებია. ჩვენი სახელმწიფო კი არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით და არანაირად არ ეხმარება ქართულ ოჯახებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით უფასო ჯანსაღი კვება ყველა საჯარო სკოლაში. ასევე უნდა შეიქმნას უფასო გახანგრძლივებული ჯგუფები, სადაც ბავშვებს არა მარტო გვიანობამდე დაიტოვებენ, არამედ საშინაო დავალებებსაც მოამზადებინებენ. ასეთი პროგრამის დანერგვის შემთხვევაში მშობლებს სერიოზულად შეუმსუბუქდებათ ბავშვების გაზრდა, რაც არ შეიძლება დადებითად არ აისახოს ჩვენი ქვეყნის შობადობაზეც. კონსერვატორების საქართველოსთვის